მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი რეალობა ეს არის სარკე, რომელიც ასახავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას, რწმენებს, ფიქრებსა და ენერგიას. ყველაფერი, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, იწყება გონებაში. მას როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება? პასუხი ერთია: გონების გადაპროგრამებით. ჩვენი გონება პროგრამირებადი ინსტრუმენტია. ის მუშაობს როგორც კომპიუტერი. მას აქვს ინსტრუმენტები, რწმენები, მეხსიერება, ქვეცნობიერი პროგრამები, რომლითაც ქმნის რეალობას. ეს პროგრამები უმეტესად ბავშვობაში ან მრავალჯერ განმეორებადი გამოცდილებების დროს ყალიბდება და ხშირად არაცნობიერად გმართავს კიდეც. როცა გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ პროგრამების შეცვლა, მაშინ ხსნით პორტალს უსაზღვრო შესაძლებლობებისთვის. გადაპროგრამების პირველი ნაბიჯი ცნობიერებაა, რომელიც იწყება თვითდაკვირვებით. ვკითხე საკუთარ თავს, რომელი რწმენები ზღუდავენ ჩემს ცხოვრებას? რა ფიქრები მიტრიალებს ყველაზე ხშირად გონებაში? ვიღაცის ხმაა ეს ჩემს თავში, თუ ჩემი ნამდვილი ხმა? ცნობიერების ამაღლება და საკუთარ თავთან გულწრფელი დიალოგი ქმნის ცვლილების საფუძველს. ახალი პროგრამების ჩანერგვა ხდება დადებითი აფირმაციებისა და ვიზუალიზაციის მეშვეობით. ყოველ დღე თანმიმდევრულად გაიმეორე ახალი აფირმაციები, მაგალითად: მე ვქმნი ჩემს რეალობას სიყვარულითა და სიბრძნით. ჩემი გონება არის ჩემი საუკეთესო მოკავშირე. მე ვაძლევ თავს უფლებას ვიცხოვრო სიკეთით სავსე, ბედნიერი ცხოვრებით და ასე შემდეგ. პრაქტიკა. გამოიყენე ვიზუალიზაცია. დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ უკვე ცხოვრობ იმ რეალობაში, რომელსაც ისურვებდი. შეიგრძენი ეს რეალობა მთელი არსებით, როგორც უკვე მომხდარი შენს ცხოვრებაში. ეცადე წარმოიდგინო ყველაფერი დეტალურად. იყავი ამ სასიამოვნო მდგომარეობაში, რაც შეიძლება დიდხანს. აუცილებელია ენერგიის ჰარმონიზაცია და ემოციური განმოხტვა. გონება და ემოცია ურთიერთკავშირშია. თუ ჩვენ გვსურს ახალი ცხოვრების შექმნა, მაგრამ ემოციები დაბალ ვიბრაციაზეა, შიში, ბრაზი, განკითხვა, იმედგაცრუება და ასე შემდეგ, ძველი პროგრამები ისევ მოქმედებს, რაც ხელს უშლის ახალი სასურველი რეალობის ფორმირებას. ასევე გამოიყენე სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია ან ენერგეტიკული პრაქტიკები ემოციების გასანეიტრალებლად. გადაპროგრამებისთვის საჭიროა ასევე რეგულარული მოქმედება და ახალი ჩვევების გამომუშავება. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ფიქრი ან სიტყვები. ის მოითხოვს მოქმედებასაც. მცირე ნაბიჯები, რომლებიც შეესაბამება შენს ახალ პროგრამას, აყალიბებს ახალ რეალობას. მაგალითად, თუ შენი აფირმაციაა მე ვარ წარმატებული კრეატორი, დაიწყე მოქმედება კრეატიულ პროექტისკენ. წერე, შექმენი, გააზიარე და ასე შემდეგ. გონების გადაპროგრამება არის პროცესი. მას სჭირდება ყოველდღიური ვარჯიში, სიყვარული და მოთმინება. გააგრძელე იმ გზით სიარული, რომელიც შენს სულს ასხივოსნებს. შედეგი აუცილებლად გამოჩნდება. შენ ხარ რეალობის არქიტექტორი. შენ ხარ ის, ვინც ქმნის სამყაროებს.
როცა გააცნობიერებ შენს ძალას და მიზანმიმართულად გადააპროგრამებ გონებას, სამყაროც დაიწყებს პასუხის გაცემას. იცხოვრე ცნობიერად, იფიქრე სიყვარულით და იმოქმედე მიზანმიმართულად. შენი ახალი რეალობა უკვე იქმნება. გისურვებთ უსაზღვრო ბედნიერებას ახალ ცნობიერ რეალობაში.